საგარეო სავაჭრო ბრუნვა იანვარ-ივნისში თითქმის $13 მილიარდ გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8%-ით მეტია. ამავე პერიოდში 20%-ით $3 მილიარდ $900 მილიონ-მდე გაიზარდა ექსპორტი, იმპორტმა კი $9 მილიარდ გადააჭარბა. კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, საქსტატის მონაცემებით მაჩვენებელი 40% შეადგენს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების პროექტი დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფოსა და ტავ-ჯორჯიას შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში $150 მილიონ-ზე მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა. გალთენთა კარტის შეფასებით 2026 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $485 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით მეტია. კვლევის მიხედვით წლის პირველ ნახევარში სექტორმა ჯამში $2 მილიარდი შემოსავალი მიიღო. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4 მილიარდ $900 მილიონ მიაღწევს. 2027 წელს კი $5 მილიარდ $300 მილიონამდე გაიზრდება. ევროპულ ქვეყნებში ზაფხულის დასვენების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება. ევრონიუს ბიზნესის კვლევის მიხედვით ყველაზე ხელმისაწვდომი ტურისტული მიმართულება თურქეთია, სადაც სამომხმარებლო ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს 40%-ით ჩამორჩება. სასტუმროებისა და რესტორნების ყველაზე კონკურენტული ფასები პორტუგალიაშია, საკვებზე კი ყველაზე ნაკლებს ტურისტები თურქეთში ხარჯავენ. რეიტინგის ბოლოშია საფრანგეთი, რომელიც 7 შედარებულ ქვეყანას შორის ყველაზე ძვირადღირებულ მიმართულებად დასახელდა. კვლევის შეფასება ქვეყნის საშუალო ფასებს ეფუძნება. რეიტინგში ლიდერ თურქეთს ხორვატია მოსდევს, შემდეგ პოზიციებზე კი პორტუგალია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთია. კომპანიებისთვის ბიზნესის გაფართოების გადაწყვეტილების მიღებისას ფუნდამენტური მნიშვნელობა ცხოვრების ხარისხს ენიჭება. CNBC-ს ჩატარებული კვლევით ამერიკის შეერთებულ შტატებში პოსტპანდემიურ პერიოდში დამსაქმებლები უპირატესობას იმ შტატებს ანიჭებენ, სადაც უსაფრთხო გარემო, ძლიერი ჯანდაცვის სისტემა და ცხოვრების მაღალი სტანდარტია. რეიტინგის სათავეში ვერმონტი მოექცა, რომელსაც მეინი და ნიუ-ჯერსი მოსდევს. კვლევის მიხედვით ბიზნესისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო რეიტინგში ცხოვრების ხარისხის გავლენამ საერთო შეფასების თითქმის 12% შეადგინა. ნავთობის ფასები გლობალურ ბირჟებზე 3%-ზე მეტით გაიზარდა. ზრდის მიზეზი ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის გამწვავება და სპარსეთის ყურეში ენერგომატარებლების გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკებია. ამ ეტაპზე კატეგორიის მიხედვით ნავთობის ფასი $70-78 ფარგლებშია. როიტერის ცნობით, ბოლო დღეებში ირანმა იერიშები კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე გააფართოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ირანის მიმართულებით ახალი დარტყმები განახორციელა. დაძაბულობის ფონზე ირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე დაიხურა, თუმცა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სრუტე კომერციული გემებისთვის კვლავ ღიაა.